მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშა და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. მინდა გითხრათ, რომ ერთი კვირის წინ TV-იმედმა რომ 3 გადაცემა დაგვირეპორტა და წაგვიშალა, ეგ გადაცემები YouTube-მა აღადგინა და TV-იმედის საჩივარი არა სამართლიანად ცნო და მეტიც იქით უსაყვედურეს. YouTube-ისგან მოგივიდათ საყვედური ვიცით რა კი, რაღაც გვინდა ჩვენც რომ გითხრათ. ან უბრალოდ დედისტრაკ. როცა ამ გადაცემაში საუბრობთ კორუფციაზე, გაყიდულ სასამართლოზე, პროპაგანდაზე და ასე შემდეგ, ხანდახან კომენტარებში ხდება ასეთი სენტიმენტი. ეგ კი, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ყველაფერზე ლაპარაკს? მოდი პირდაპირ გაგიმხელთ რა არის ამ გადაცემის მთავარი მიზანი. ეს არის რეალობაში დაბრუნება. რადგან როგორც მინიმუმ მენტალურად მაინც მზად ვიყოთ მორიგი ქოცური სიგიჟისთვის. ვაღიარებ უცნაური მიზანია გადაცემისთვის. როგორც წესი YouTube-ს იმიტომ რთავენ რომ რეალობას გაექცნენ, მაგრამ ჩვენი რეალობა ნელ-ნელა ბერას TikTok-ებზე უფრო აბსურდული ხდება, მეგობრებო. Did you say hi? რთულია კონკურენციის გაწევა. ამის მიუხედავად ეჭვი მაქვს, რომ დღევანდელ გადაცემაში თავად გამიჭირდება რეალობასთან დაბრუნება. მოემზადეთ. ახლა მე წარმოვთქვამ წინადადებას, რომელიც სავარაუდოდ ლაბორატორიაში შექმნეს. ადამიანის ტვინში მოკლე ჩართვის გამოწვევის მიზნით. გურიაში რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა ტრანსგენდერმა ქალმა და მისმა ცოლმა მოტყუებით იყიდეს 14,000 კვადრატული მეტრი მიწა. Космодромის ასაშენებლად. Будет собираться станция мира на уже космодром Колхида, с которого мы будем запускать. მოკლედ მოგიყვებით. აი ფაქტის გამოძიების მიხედვით გურიის სოფელ შუხუთში კოსმოსური ეპოქის დაწყებას რუსეთის მოქალაქე მარია არხიპოვა გეგმავს. მარია არხიპოვა წარსულში ევგენი იყო და რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა ხალხო. დღეს კი მარია არხიპოვა თავის სოლთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და გურიაში მიწებს ყიდულობს. მარია არხიპოვა იყო მანამდე ევგენი არხიპოვი. ანუ 2013 წლამდე მარია არხიპოვი იყო ევგენი არხიპოვი, ცნობილი იურისტი რუსეთში. ეს ერთი და იგივე ადამიანია. და 2018 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთში. ძალიან მინდა რომ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატაროთ. ეს ამბავი მოუყვეთ რომელიმე რუსეთუმეს, ოღონდ არ ახსენოთ რომ მონაწილე პირები რუსები არიან. და როცა აღშფოთდება ასეთი კოსმიური მასშტაბის გარყვნილებით, აი მან წამოაწია რომ კრემლთან დაახლოებული რუსები არიან. შედეგი გაგაოცეთ. პარალელურად სანამ გურია რუსეთის კოსმოსურ ეპოქაში შესასვლელად ემზადება, თბილისში ქართული ოცნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე ალაპარაკდა. კობახიძემ განაცხადა, თუ არჩევანის წინაშე დავდგებით, მშვიდობასა და სტაბილურობას ავირჩევთ და არა ვიზა ლიბერალიზაციას. მერე კობახიძე კიდევ ერთხელ გამოვიდა და სხვა ისეთი სიგიჟეები ილაპარაკა, ცოტა ახლოდან თუ არ დააკვირდი, შეიძლება გამოგჩენოდა კიდეც მთავარი სათქმელი. მთავარი სათქმელი კი ეს არის. სულ მალე ერთადერთი საზღვარგარეთი, რომელსაც ქართული ოცნება საქართველოსთვის დატოვებს, იქნება რუსეთი. საქმე ისაა, რომ ქართველებისთვის ვიზა ლიბერალიზაცია არა უბრალოდ ტურიზმის საშუალება. უმეტესობა, ვინც სარგებლობს ევროპაში უვიზო მიმოსვლით, იქ ჩადის პერიოდულ სამუშაოზე. ემიგრანტი ახლობლების მოსანახულებლად, ანდაც სამკურნალო. აი ეს ბოლო მაგალითია განსაკუთრებით საყურადღებო. როგორ გინდა ხალხს აუხსნა, რომ ბიზნეს ქონების გამო შეიძლება შენი ახლობლის ჯანმრთელობა ან სიცოცხლე შეიძლება გაიწიროს. როგორ და აი როგორ, გავუშვით მანიაკის ვიდეო. სამედიცინო დახმარება თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მიიღო, მაღალი ხარისხით, სხვა ქვეყნებიც არის ამის ეს საერთოდ ცარიელიდან გამოწვეული ამბავია, ამიტომ ეს არის სპეკულაცია. გაწერეთ ეს ადამიანი. კი ვერ არის კარგად ეს, ვერ არის კარგად. ანუ ხალხო რას გვეუბნება, რომ გერმანიის ან საფრანგეთის ნაცვლად ახლა სამკურნალოდ ტაჯიკეთში ან ბელარუსში უნდა წახვიდეთ. სიმართლე ითქვას, არ ვიცი რა დონეზე აქვს ბელარუსში ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ იმედია კობახიძის მკურნალობა მაინც ევროპაში მოესწრება. ასევე გურამ მაჭარაშვილის მკურნალობაც ევროპა უნდა აიღოს თავის თავზე, მეგობრებო, აუცილებლად. არ არის სხვა გზა. ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები ემუქრება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოებას. თუ საქართველოში არ დაკანონდება კაცების ქორწინება, მაშინ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი შეიძლება იქნას
გადაწყვეტილება შეცვლილი ან შეჩერებული. ვერ არის კარგად ეს, ვერ არის კარგად. ამ კვირაში ქართულმა ოცნებამ აქტიურად ამოქოქა თავისი პროპაგანდისტული გრამაფონი და ევროპასთან უვიზოს მოსალოდნელი გაუქმება დაუკავშირა იმას, რომ ევროკავშირი თურმე საქართველოში მამაკაცების ქორწინებას ითხოვს. მთელი პროპაგანდა ამაზე გადაერთო, მეგობრებო. ბოლო კვირა სულ ამაზე მუშაობ. მე მგონი საკუთარ თავს გადააჭარბა დამპალმა ევროპამ. ეს არის გარყვნილების ბუდე. ხო, არა მეც ცოტა სხვათა შორის მეც მეპარებოდა ეჭვი, რომ ხო არ არის ევროპა გარონ, მაგრამ ეხა იმდენად კდემამოსილმა ქართველმა ჟურნალისტმა თქვა ეს, რომ ნუ ცოტა დავიჯერე, ეხა უკვე სხვანაირი სანდოობა გამოიწვია მისმა ამ ნათქვამმა, ხო, ეხა შალვა კეთილშობილი და ეს უწესიერესი კაცი მეგობრებო, უწესიერესი. მოუთხამ დედის ტრაკი. ტრაკი. ნერვიულდი. მე გურამ მაჭარაშვილს რაღაც თვალსაზრისით ვეთანხმებ, მეგობრებო, იმიტომ რომ ბელგიაში რომ შედიხარ, აეროპორტის მეტალოდეტექტორი საქორწინოდ აღადაა გადაკეთებული და აი რომ შედიხარ, მესაზღვრეები ორრიგად დგებიან და იწყებენ ვისია, კაცი ლამაზი. Who is this gentleman beautiful? Wow. მე კაცების დაქორწინების მოთხოვნა ევროკავშირის ვერცერთ პუნქტში ვერ ვნახე. მაგრამ თუ ასეთი პრობლემაა, ვთხოვთ ევროპარლამენტს ცხადად ჩაწეროს პუნქტებში, რომ გურამ მაჭარაშვილს ზალით არავინ დააქორწინებს. აი დაუშვათ, უცებ დაუშვათ, რომ ვიღაც მანიაკი იქიდან ხამხამობით ურეკავს და ეჩალიჩება გურამს. აი ჩამოხვალ შენ ბრიუსელში. ჩამოყვალ შევერია სექსის ნაფლეთო. ბატიაო. ნუ გეჩინია. ხო, გურამს ჩვენ დავიცავთ, მეგობრებო, თვითონ სანქციები დაიცავს გურამს ამისგან, მეგობრებო, ის ვეღარ ჩავა ევროპაში. ერთი შეხედვით ეს ორი ამბავი. გურიაში რუსი ტრანსგენდერი ჯაშუშების მიერ ვითომ კოსმოდრომის მშენებლობა და ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმის მზადყოფნა ერთმანეთთან კავშირში არ არის. სინამდვილეში კი ეს არის ერთი დიდი პროცესი. პროცესი, რომელსაც ქვია დასავლური სივრცის ჩანაცვლება რუსული სამყაროთი. რუსული სამყარო მიუხედავად იმისა, რომ გავს ვაგზლის მოედანზე მეორადი რუსული წიგნების მაღაზიის სახელს, სინამდვილეში Кремль თანამედროვე геополитикури доктрина. Людей, отстаивающих свои традиционные ценности, независимо от того, в каком государстве они сегодня проживают. Представляете, один большой, огромный русский мир. და როგორ მუშაობს ეს დოქტრინა პრაქტიკაში? რომ გავიგოთ, არ გჭირდება რთული ანალიზი, უბრალოდ წინა გადაცემა უნდა გავიხსენოთ. თუ გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი ეუთოს დეკლარაციას, რომელიც სირიას ავალდებულებდა მხარი დაეჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. არაფერს მხარი არ დაუჭერია, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეზინფორმაცია იწერება რეზოლუციაში, ჩვენ მხარდაჭერა ვსაუბრობთ, თუმცა არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართულ ხალხს რა გაგვიკეთებია სიკეთისმეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი. რატომ? იმიტომ რომ იმავე დოკუმენტში ეწერა მათი გიჟური კანონების გაუქმება და პოლიტპატიმრების გამოშვება. ანუ მათ პირდაპირ თქვეს უარი დეოკუპაციისკენ გადადგმულ ნაბიჯზე, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ახლა კი ჩვენ ვხედავთ ზუსტად იგივე ლოგიკას, ოღონდ ამჯერად უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით. ბიძინა მზადაა გააუქმებინოს ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რადგან ამ მიღწევის შენარჩუნება ისევ და ისევ დემოკრატიულ ვალდებულებებს მოითხოვს. ის მზადაა მთელი ქვეყანა ჩაკეტოს, ოღონდ თავისი ქონება და ძალაუფლება შეინარჩუნოს. ცოტა უფრო დაკვირვებულები რომ ყოფილიყავით, მეგობრებო, და მისი ინტერვიუებისთვის, ძველი ინტერვიუებისთვის უფრო ყურადღებით გვეყურებინა, იქნებ უფრო ადრე მიმხვდარიყავით ყველაფერს. აი ნახეთ. არანაკლებ დიდი უბედურება იყო ჩვენთვის, რომ გაიხსნათ საზღვრები. და ყველა გადის გარეთ და ხედავს როგორ ცხოვრობენ სხვები. და ამან ჩვენი უბედურება გააღრმავა. რომ დავინახეთ, რამდენად უკეთესად შეიძლება ცხოვრება. სხვა შორის გირჩევთ ამ ინტერვიუს თავიდან ბოლომდე ნახვას. მოკლედ, როცა შენ როგორც ხელისუფლება შეგნებულად უარს ამბობ დასავლეთზე, როცა საკუთარი ხელით ანგრევ ევროპასთან დამაკავშირებელ ხიდებს, შენ ქმნი ვაკუუმს, ცარიელ სივრცეს და ხომ გაგიგიათ, უპატრონო საყდარს ეშმაკები დაეუფლნენ. ეს ეშმაკები კი უკვე აქ არიან. მათ აქვთ კონკრეტული სახელები, ლოგოები და მობილური აპლიკაციები.
მოდით ვისაუბროთ კომპანია Wildberries-ზე, რომლის ფილიალებს, ბანერებს მთელს ქალაქში შეხვდებით. ერთი შეხედვით ეს არის უბრალოდ ონლაინ მაღაზია. ოღონდ შარშან ახალ ამბებში მოხდა არა საზაფხულო კაბების ან smart ტექნიკის დიდი ფასდაკლებებით, არამედ სისხლიანი გარჩევებით. მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს მდებარე საკუთარ ოფისში. მოკლე ამბავი ასეთია. კომპანიის დამფუძნებლები, ცოლ-ქმარი, შორდებიან და ბიზნესს ვერ იყოფენ. ქმარი ვლადისლავ ბაკალჩუკი თulis რომ მას ბიზნესს ართმევენ და ურეკავს თავის კრიშას და ამ შემთხვევაში კრიშა არის რამზან კადიროვი. კადიროვის დახმარება ასე გამოიყურება. მისი ხალხი მიდის კომპანიის ოფისში მოსალაპარაკებლად. ეს მოლაპარაკება სრულდება სროლით 2 მოკლული 7 დაჭრილი. მოკლედ რომ თქვათ, ეს ის ბიზნესია, სადაც კალათაში დამატების ღილაკის გვერდით ალბათ კონკურენტის მოშორების ღილაკიც აქვს. აი ეს არის კომპანია, რომელიც დღეს თავისუფლად მუშაობს საქართველოში. კომპანია, რომელიც შიდა კონფლიქტებს სროლითა და სისხლის აღებით აგვარებს. და თითქოს ეს კრიმინალური კავშირები არ კმარო და ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ესენი არ არიან უბრალოდ კომპანიები. ესენი არიან მონაცემების შემგროვებელი სტრუქტურები FSB-სთვის. მათ შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ თქვენს კამერაზე, მიკროფონზე, საბანკო მონაცემებზე. როცა შენ Wildberries-ის აპლიკაციას იწერ, შენ არა მხოლოდ შოპინგის აპლიკაციას იღებ, არამედ ჯიბეში ისვამ პატარა კგბ-შნიკს, რომელიც პირდაპირ კრემლს უგზავნის ანგარიშებს. კიდევ ერთი რეგისტრირებული, მაგრამ ბევრად ცნობილი ჯაშუში არის Yandex. რუსული კანონით კომპანია ვალდებულია თქვენი გადაადგილების ყველა მონაცემი 24/7-ზე პირდაპირ გადასცეს სპეცსამსახურებს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის საქმეა. გოლუნოვი 2019 წელს დიდი ოდენობის ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით კი მისმა დამკავებელმა პოლიციელმა აღიარა, რომ გოლუნოვის გადაადგილების მარშრუტები და მისამართები სწორედ Yandex ტაქსისგან მიიღო, რის შემდეგაც მას ნარკოტიკები ჩაუდეს. ამის მერე კომპანიამ თავადაც დაადასტურა, რომ ძალოვანებს მომხმარებლების მონაცემები გადასცა და ეს კანონის შესაბამისად გააკეთა. ეს არის ყველაზე ბრწყინვალე სათვალთვალო მოდელი. შენ ნებაყოფლობით აყენებ სათვალთვალო მოწყობილობას, აწვდი შენს ლოკაციას რეალურ დროში და ამ პრივილეგიაში ფულსაც კი იხდი. მაგრამ Yandex-თან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს. რა თქმა უნდა, ასევე ყველა მიცით, რომ Yandex-ი ძირითადად საძიებო სისტემაა, გუგლივით. 17 ივლისს რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აწესებს ჯარიმებს ინტერნეტში აკრძალული მასალების მოძიებას. დანაშაული ახლა არა მხოლოდ რაღაცის გავრცელებაა, არამედ მისი ძებნაც. და რა არის ეს აკრძალული ექსტრემისტული მასალა? ეს არის იუსტიციის სამინისტროს მუდმივად მზარდი სია, რომელშიც ათასობით დასახელებაა. წიგნები, მუსიკა, ფილმები, სტატიები. ანუ სანამ რამეს დაგუგლავ, ჯერ უნდა გადაამოწმო, ვაი თუ შენი საყვარელი სიმღერა ან ფილმი ამ სიაშია. ნუ ჩვენ ჯერ იმ ეტაპზე ვართ, სადაც Facebook-ის კომენტარზე უშვებენ ადამიანებს ციხეში, მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ქოცებს ზუსტად ეს მოდელი უდევთ თავში. აი კიდე დამატებითი სტრესი რა არის, აი დაგუგლაზე ხო გიჭერენ, მაგრამ დამატებითი სტრესი არის საკანში შესვლა. ვიღაცა ყლელობაზე ზის, ვიღაცა კანონიერი ქურდია, ვიღაცა ის არის და რომ გეკითხებიან, შენ რას გედავებიან ძმაო, რომ დაგუგლო არანაირად უნდა უთხრა. დავგუგლე ძმა. არქიპელაგი გუგლაგი. ამ ფაზაში შევდივართ. ვინც ამ ხომრობას ვერ მიხვდით, მეგობრებო, მეტი იკითხეთ. იმეგობრეთ წიგნებთან. ხო იცით, მეგობრებო, ორი წიგნი როცა გააქვს ადამიანს საკითხული, ეს შეიძლება დიდად ვერ შეგეტყოს, მაგრამ როცა არ გაქვს, ძალიან გეტყობა. რუსული სამყაროს აუცილებელი მახასიათებელი ოლიგარქების ქურდული გარჩევებია, რაც რიჟვაძის თუ მიქაუტაძის საქმეში უკვე ვნახეთ. კიდევ ბევრთან ვნახავთ. შეიძლება შემდეგი იყოს ღარიბაშვილი ან კალაძე, მაგრამ სანამ იტყვით ერთმანეთი დაუჭამიათო, გაგახსენებთ, რომ ერთმანეთის დაჭმამდე მათ ბიუჯეტი დაჭამეს. და როგორ გამოიყურება სინამდვილეში შეჭმული ბიუჯეტი? როგორ გამოიყურება ქვეყანა, რომელსაც მართავს არა მთავრობა, არამედ კლანი, რომლის მთავარი საზრუნავი შიდა გარჩევები და ერთმანეთისთვის ფულის წართმევაა? ის გამოიყურება ისე, როგორც დღეს ჩვენი ქალაქები. ის გამოიყურება ისე, როგორც თბილისი, რომელიც ჩვენს თვალწინ პირდაპირი გაგებით
თავზე გვენგრევა. თბილისში ბოლო პერიოდში მომხდარი შენობების ჩამონგრევები არ არის იზოლირებული შემთხვევები ან ბუნებრივი კატასტროფები. ეს არის სისტემური კორუფციის, უპასუხისმგებლობის, სამშენებლო ნორმების სრული უგულვებელყოფისა და ქალაქის მართვის კრიზისის პირდაპირი ფატალური შედეგი. სადგურის მოედანი 2025 წლის 14 ივლისი. საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და სახურავი ინგრევა. შედეგად იღუპება 2 ადამიანი. სახლის მდგომარეობა დიდი ხანია, რაც ყველასთვის ცნობილი იყო. იგზავნებოდა მერიაში წერილები, მოთხოვნები, მაგრამ სხერპლი ჯერ ნაპოვნი არ იყო და კალაძემ იმ წამს დაიწყო ყველაფრის მოსახლეებზე გადაბრალება. თქვენ წარმოიდგინეთ მოსახლეობას მომართვაც კი არ ქონია. ანუ იმაში რომ ავარიულ შენობაზე ღობე კი არა, ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი არ იყო დატანილი, რამაც ქუჩაში გამლელები შეიწირა, მოსახლეობის ბრალი ყოფილა. ისევე როგორც თურმე კალაძის გარდა სხვა ყველას ბრალი იყო 13 წლის მოზარდის სიკვდილი, როცა 2022 წლის 13 ოქტომბერს ახლად რეაბილიტირებულ მილიონობით ლარად ღირებულ შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულს დენმა დაარტყა. ეს არ იყო უბედური შემთხვევა, მეგობრებო, ეს იყო დანაშაული. გამოძიებამ დაადგინა, რომ შადრევანში ელექტროსადენები უხეში დარღვევებით იყო დამონტაჟებული. თბილისის მერიამ კახა კალაძის ხელმძღვანელობით ეს სასიკვდილოდ საშიში ობიექტი ოფიციალურად მიიღო ექსპლუატაციაში. ეს არის მასალები, რომელიც გამოყენებული იქნება ამ შადრევანზე. ყველაფერი არის ძალიან მაღალი ხარისხის, მეგობრებო. ყველაფერი კეთდება ძალიან მაღალ დონეზე. გახსოვთ როგორი იყო პარლამენტის მაშინ დეპუტატი იყო გიორგი ამილახვრის რეაქცია ამ საზარელ ამბავზე. ბავშვები თამაშობენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ყავდეს ახლა მეთვალყურე რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა. ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას თხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად? მოუტყამ დედის ტრაკი. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ მის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა. ქოცებიც კი გაბრაზდნენ და იცით რა გააკეთა ბიძინამ? ეს კაცი ერთ კვირაში განათლების მინისტრად დანიშნა. ასეთი ცინიკურები არიან. რაც შეეხება კალაძის რეაქციას ტრაგედიებზე, არ ვიცი დაკვირვები ხარ თუ არა, მაგრამ როცა მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისიც იყენებს კლასიკურ ცინიკურ ტაქტიკას. ვაკის პარკში დატრიალებული ამ საზარელი ამბის მერე ის გამოდის და ამბობს: "ფიქრობ იმ უბედურებიდან, ტრაგედიიდან, რაც მივიღეთ, ამ პროექტში ევროპელი სპეციალისტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია." მოდით ერთი წუთით გავიაზროთ ამ ფრაზის სრული ცინიზმი. თუ ევროპელი სპეციალისტების ჩართვა ტრაგედიის შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს, რომ სანამ ბავშვი მოკვდებოდა, სანამ გამლელები დაიღუპებოდნენ, სანამ კიდევ ასობით უმიზეზო სიკვდილი დადგებოდა, ადგილობრივი კორუმპირებული უხარისხო სპეციალისტები და მათი მუშაობა სრულიად მისაღები იყო. ამასთანავე, ქართულ ოცნებაში ბრალის გადატანის ჯერ კიდევ შოვის ტრაგედიისას კარგად დაცდილი და გამომუშავებული მეთოდი აქვთ. პირველი, რასაც აკეთებენ, ეს არის ლექსიკური манипуляция. სიტყვა დანაშაული ან გულგრილობა იცვლება ემოციურად დატვირთული, მაგრამ პოლიტიკურად ნეიტრალური სიტყვით ტრაგედია. ტრაგედიის დღიდან მოყოლებული მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. ტრაგედია ბედისწერაა. მას კონკრეტული პასუხისმგებელი პირი არ ჰყავს. ანუ თუ პირობითად კალაძე ვინმეს მანქანით დაეჯახება, ეს კალაძის დანაშაული კი არა, ტრანსპორტისა და ადამიანის გზების ტრაგიკული გადაკვეთა იქნება და დამნაშავე ნიუტონის ფიზიკის კანონებია. ამის შემდეგ იწყება ბრალის სხვებზე გადატანა. კონტრაქტორებზე, მუშებზე, ან თუნდაც თავად მსხვერპლზე, მსხვერპლის ოჯახზე, ან ნათესავებზე. და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ყავდეს ახლა მეთვალყურე რომ თავარია რომ პოლიტიკური ფიგურა და სისტემა, რომელსაც ის წარმოადგენს, უბიწოდ დარჩეს. მაგრამ ყველაზე მზაკრული და ამორალური ტაქტიკა, რომელსაც ისინი იყენებენ, ეს არის ჭირისუფლის პოზიციაში ჩადგომა და კრიტიკის მორალური შანტაჟით ჩახშობა. კახა კალაძე ამ ტექნიკის ნამდვილი ვირტუოზია. ვაკის პარკში მომხდარი ამ საზარელი ამბის შემდეგ ის გამოდიოდა არა როგორც პასუხისმგებელი მერი, არამედ როგორც მთავარი მგლოვიარე.
ეს ტრაგედიაა, რომელმაც გამანადგურა, ამბობდა ის. ამით ის ცდილობს საზოგადოებისგან მიიღოს თანაგრძნობა და არა კითხვები პასუხისმგებლობაზე. ხო და არ გეტყობა შენ არაფერი განადგურებულის. როგორც მაშინ ჭამდი ბიუჯეტს, როგორც უნაწილებდი შენს კორუმპირებულ ძმაკაცებს პრივილეგიებს, ახლა ზუსტად ისევე იქცევ. და როცა ამაზე კითხვებს გისვამენ, ერთი და იგივე ცინიკური პასუხი გაქვს. რა გჭირდთო? და როდესაც ჟურნალისტი მაინც ბედავს შეპასუხებას და კითხვას სვამს პასუხისმგებლობაზე, კალაძე მყისიერად გადადის თავდასხმაზე და ადანაშაულებს მას ტრაგედიით სპეკულირებაში. საკუთარ თავს აქცევს მსხვერპლად. შენ კი ვინც ლეგიტიმურ კითხვას სვამ, გამოყავხარ უგულო ამორალურ არსებად, რომელიც ხვის უბედურებაზე ცდილობს ქულების დაწერას. გზავნილი ასეთია. როგორ ბედავ მე მეკითხებოდე პასუხისმგებლობაზე, როცა მე ასე ძალიან განვიცდი. და სანამ ის ამ საჯარო გლოვას ასრულებს, ნამდვილი ჭირისუფლები რჩებიან მარტო, თავიანთ რეალურ, წარმოუდგენელ ტკივილთან ერთად. და ბოლოს, როცა ემოციური ტალღა გადაივლის, იწყება პრობლემის მოგვარების სიმულაცია. იქმნება კომისიები, კეთდება დაპირებები რეგულაციების გამკაცრებაზე და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე. რომ შევაჯამოთ, აი ეს არის ის 4 ნაბიჯი. დანაშაულის ტრაგედიად მონათვლა, ბრალის გადატანა, ჭირისუფლის როლის მორგება და მოგვარების სიმულაცია. ქმნის ერთიან ალგორითმს, რომლის მიზანიც არა კრიზისის მართვა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება, ნებისმიერ, თუნდაც ადამიანის სიცოცხლის ფასად. და როცა სისტემა ასე მუშაობს, როცა პასუხისმგებლობა ნულია, ლოგიკურია, რომ ინსტიტუტები, რომლებიც ამ პასუხისმგებლობას უნდა უზრუნველყოფდნენ, პარალიზებულია. სასამართლო დღეს არის არა მართლმსაჯულების სახლი, არამედ კლანის კერძო საკუთრება. ამიტომ ვერ მომერევია. ამიტომ ვერ მომერევია. აი დავუშვათ, რომ მეზობელთან სრულიად აპოლიტიკური დავა გაქვს და აღმოაჩინე, რომ მოსამართლედ გალუსტაშვილი დაგინიშნეს. გექნება 2 გრამი ნდობა მაინც მისდამი. ან მას შემდეგ, რაც თვეებია შენს თვალწინ პოლიცია უაზრო დაკავებს ხალხს, უაზრო ჯარიმებს წერს. გექნება თუ არა მოლოდინი, რომ მაინც და მაინც შენს საქმეს მოეკიდება პატიოსნად. ბოლო დროს ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც პოლიცია მოქალაქეებს ქუჩიდან იტაცებს გაუგებარი მიზეზებით. თქვენ შემოგხვდებოდათ. ეს პოლიტიკურ პროტესტს არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება იმ თავნებობას და თავგასულობას, რაც ივანიშვილმა პოლიციას მიანიჭა ბოლო პერიოდში. რეპრესიული მანქანა ასე მუშაობს, საკუთარი თავი უნდა გამოკვებოს. თუ ამოიწურა პოლიტიკური მოტივით გასაძარცვი ხალხი, პოლიციამ ახალი კანონები უნდა მოიფიქროს და იმით გაძარცვოს უკვე სხვა კატეგორია. გასაკვირი არ არის, რომ რეალური დანაშაულებისთვის, მათ შორის კორუფციისთვის, არც დრო რჩებათ და არც мотивация. როგორც წესი, გადაცემის ამ სეგმენტში რამე პოზიტიურის და ოპტიმისტურის თქმას ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ დღეს არაფერი მსგავსი არ გვაქვს. ამიტომაც სანამ შემდეგ მონაკვეთზე გადავალთ, აი ამ ვიდეოს უყურეთ 5 წამი, დამშვიდ და მე ისევ დაბრუნდით. მოკლედ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობას უჭირს კრიტიკული აზროვნება, აზრის ჩამოყალიბება, არგუმენტირება. მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა, რაც კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა. უმრავლესობა აღიარებს მათემატიკისა და ფინანსური წიგნიერების ღირებულებას, მაგრამ ბევრს უჭირს აღნიშნული უნარების პრაქტიკულ სიტუაციებთან დაკავშირება. და ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტად უდიპლომო ყაველაშვილი დაუსვეს, ეს მონაცემები საერთოდ არაა შემთხვევითი. უდიპლომო და უწიგნური, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ციგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატ ციგნი არ ჭირდება. რეჟიმს, რომელიც პროპაგანდაზე დგას, არ სჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე. მას სჭირდება მორჩილი შემსრულებელი, რომელიც არჩევნებზე სწორ ციფრს შემოხაზავს. გითხრეს ვინდა შემოგეხაზა? მითხრა. ორჯერ შემოხაზეთ? სამჯერ. სამჯერ? მე-18 საუკუნის რუსეთში იყო ერთი ასეთი თავადი, პოტიომკინი. ეს კაცი ეკატერინე მეორის ფავორიტი იყო. 1787 წელს, როცა ეკატერინე ახლად დაპყრობილ ყირიმში მოგზაურობდა, პოტიომკინმა მდინარე დნეპრის ნაპირებზე ააშენა ყალბი, ბუტაფორიული სოფლები. მხოლოდ ფასადები, რომელთა უკანაც არაფერი იყო.
გამოყავდათ კარგად ჩაცმული ბედნიერი გლეხები, სინამდვილეში მსახიობები, რომლებიც ეკატერინეს გემს ხელებს უქნევდნენ. ღამით კი როცა გემი გაცურავდა, ამ ფასადებს შლიდნენ და მდინარის ქვემო დინებაში შემდეგი დღის მარშრუტზე თავიდან აწყობდნენ. ამ ისტორიამ დაბადა ტერმინი პოტიომკინის სოფელი. და ეს იდეალურად აღწერს იმ სისტემას, რომელსაც ქართული ოცნება და რუსული სამყარო გთავაზობს. ჩვენ გვაქვს პოტიომკინის დემოკრატია, გვყავს პოტიომკინის პრეზიდენტი, გვაქვს პოტიომკინის პარლამენტი, გვაქვს პოტიომკინის, არ ვიცი, უსაფრთხოება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთელ თავის რესურსს ხარჯავს სტუდენტებისა და NGO-ების თვალთვალში, მაგრამ კრიმინალი დღითიდღე იზრდება. ყავს პოტიომკინის განათლების მინისტრი, კაცი, რომელიც განათლებას კურირებს, მაგრამ თავად ყალბი დიპლომის სკანდალშია გახვეული. და აი ასე ვუბრუნდებით საწყის წერტილს, გურიის კოსმოდრომს. ეს კოსმოდრომი არის მთელი ამ სისტემის იდეალური მეტაფორა. ეს არის ჩვენი დროის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე პირდაპირი პოტიომკინის სოფელი. რუსი თაღლითები მოტყუებით იკავებენ ქართულ მიწას, პირდებიან კოსმოდრომებს, თუ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს, თუ რა ვიცი, ელექტრომობილების ქარხნებს. ბოლოს კი გტოვებენ ღარიბ შეურაცხყოფილს და თან შენზე ყველა მონაცემი კრემლთანაა გადაგზავნილი. და ამ ყველაფერზე, როცა პროტესტს გამოთქვამ, ქართული ოცნება ურცხვად სახეში გაფურთხებს და გეუბნება. სტაბილურობა, სტაბილურობა. სტაბილურობა ახლა ძალიან გვჭირდება. შენი დედა მე. ოხ, ჩემი დედა სტაბილურობა, სტაბილურობა, ეთილღეობა, სტაბილურობა. გახსოვთ, დამორდა 92 წელს. დამშვიდით. დედის ტრაკი. კოსმოდრომი გურიაში, რა თქმა უნდა, არ აშენდება. რანაირი წინადად. აი მაქსიმუმ რაც შეიძლება გაჩნდეს, მეგობრებო, ეს არის საქართველოს რუკაზე კიდევ ერთი სოფელი სახელად არაშენდა. ასეთი ასობით სოფელია საქართველოში, რომ იცოდეთ. ეს ბევრ ამის ამბობს საერთოდ. ყველაფერზე რაში ცხოვრობ და რაშიც ვარ, ჩვენს პოლიტიკურ რეალობას. მაგრამ სინამდვილეში ამ წარმოსახვითი კოსმოდრომის პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა, როგორც რუსული ჰიბრიდული ოპერაცია. მან დაგვანახა თუ რა მარტივად შეუძლია მტრულად განწყობილ სახელმწიფოს გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის სისტემური სისუსტეები, კორუფცია, ინსტიტუციების უმოქმედობა და საზოგადოების ნაწილის გულუბრყვილობა. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო, ჩვენ მომავალ კვირაში ვხვდებით.